მხედველობა იმდენად დამიზიანდა, რომ მას შემდეგ ერთი თვალით თითქმის ვეღარ ვხედავ, მეორე თვალზე კი ხედვა განახევრებული მაქვს. მოქალაქეები განაგრძობენ პირადი ისტორიების მოხულას, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას აქციების დარბევისას. წყლის ჭავლითა და გაზით გამოწვეული ხანგრძლივი უკუჩვენებების შემდეგ სპეცრაზმის მხრიდან აკრძალული ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენებაზე მედიკოსები და მედია დიდი ხანი საუბრობდნენ. დღეს კი BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟიდან გაიგვა, რომ ოცნება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ ნაერთს კამიტეს იყენებდა. ავტორიტეტული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სუსმა გამოძიება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების საბაბით დაიწყო. თაისში 32 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ინფოიმერეთის ინფორმაციით ქალი 3 კვირის წინ გაუჩინარდა და მისი ნივთები ბოლოს გუმათესის წყალსაცავთან იპოვეს. გამოძიება დაუხმარებლობის მუხლით დაიწყო. ელისეის სასახლეში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა ემართება. ზელენსკი პარიზში დღეს ჩავიდა. ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო გეგმას განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის საჭირო პირობებზე. მოსკოვში ააფეთქეს იმ კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზაციის თანამშრომლის მანქანა, რომელიც რუსეთის არმიისთვის ლაზერულ აღჭურვილობას აწარმოებს. აფეთქებამდე ის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.